მინდა დავესესხო ჩემს მიერ განსახიერებულ გმირს ლენი რიფენშტალს. მე არ შემიძლია შევცვალო ის, რაც ხდება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაანალიზოთ ის, რაც მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. მე ვარ ჯულიეტა პაკელიანი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ის, რომ მე ვარ სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი. რომ შეიძლებოდეს და თავიდან შემეძლოს პროფესიის არჩევა ქალაქის თეატრის, მე ალბათ ისევ ავირჩევდი მსახიობობას სოხუმს და სოხუმის დრამატულ თეატრს. საიდან მოდის ეს სიყვარული თეატრის ხელოვნების მიმართ? ჩემთან ეს მოდის შორეულ ბავშვობიდან. მახსოვს რაღაც დაახლოებით 5 წლის ვიყავი. მას შემდეგ სვანეთში აღარ ყოფილ ვარ და აღარ მახსოვდა ეს ფაქტი და მოხდა ისე, რომ შარშან ვიყავი პირველად სვანეთში. და გამახსენდა ის ადგილები, ის მოვლენები, ვკითხულობდი ლექსებს, მღეროდი და ბრჭყალებში მართავდი კონცერტს. იყო აპლოდისმენტი, მინდვრის ყვავილები და ეტყობა მე ეს ძალიან მომწონდა. შემდეგ იყო დრამატული წრე და უკვე სკოლის დამთავრებისთვის გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე ჩამებარებინა თეატრალურ ინსტიტუტში. მამზადებდა ბატონი ვასო ჩიგოგიძე და 78 წელს, როგორც კი სკოლა დავამთავრე, მე მოვეწყო თეატრალურ ინსტიტუტში, კინოდრამის სამსახიობო ფაკულტეტზე დიმიტრი ალექსიძის ჯგუფში. ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა. პირველი სპექტაკლი გააკეთა ბატონმა დოდომ შექსპირის მე-12 ღამე. ეს იყო საკურსო. მე პირველი სადიპლომო სპექტაკლი ბატონ გიზო ჟორდანია. მარადისობის კანონი. და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბატონმა გოგი მომიწვია სოხუმის დრამატულ თეატრში. და ჩემი პირველი პრემიერა იყო ქუჩა კვარაცხელიას პიესა ჩემი კუთვნილი მყუდროება. ფანტასტიკური თეატრი იყო, ფანტასტიკური დასი. პრემიერის შემდეგ მე რო შემოვედი საგრიმიეროში, გაოცდი. ჩემი მაგიდა იყო სავსე მოსალოცებით, ყვავილებით, პატარა საჩუქრებით. აი ასე დამკვდა სოხუმის თეატრის უფროსი თაობა. შემდეგ მოვიდა ბატონი გიორგი შენგელაია, დადგა წითელქუდა, ვითამაშე წითელქუდა. მერე იყო ბატონი გოგის თოლია, სადაც ვითამაშე მაშა და შემდეგ ჩამობრძანდა ბატონი დოდო ალექსიძე და დადგა ვენეციელი ვაჭარი. მქონდა ბედნიერება ვენეცია ვაჭარში მეთამაშა პორციას როლი. თითქმის ყველა სპექტაკლში ვიყავი დაკავებული და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი მოქროს ხანაში, ამ პერიოდში პატარა კენჭი მეც ამაქვს დადებული. მენატრება მიმოზა, მაგნოლია, სხვა ყავის რაღაც შეზავებული სუნი, სანაპირო. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. სასტიკი ომი ფორმისა და აზრის გარეშე. მე იქიდან ვერაფერი ვერ წამოვიხე. არ წამოვიხე არაფერი. არ წამოვიხე შეგნებულად, იმიტომ რომ ეს ბოლო იმედი, მაგათი ბოლო იმედი დაიკარგებოდა ალბათ და ამის გამო. წამოვედი და
მივიყვანეს აეროპორტში, აეროპორტში თვითმფრინავი იყო, სადაც არ იყო არანაირი სკამები, იმ თვითმფრინავით აქეთ გადმოყავდათ დაჭრილები, გარდაცვლილები, იატაკზე ვისხდით ყველანი და გადავხედე ფანჯარას, სადაც ჩანდა ზღვა და იყო რაღაც შავი. აი ეს ქალაქი, რომელიც ადრე იყო ფერადი, ლამაზი, იმ მომენტში იყო ძალიან შავი, ნისლიანი. ასეთი დამახსოვრდა მე სოხუმის აეროპორტი და სოხუმი. მერე იყო თბილისი. თბილისში უკვე სათავეში ჩაუდგა ჩვენს თეატრს ბატონი დიმა ჯაიანი. ჩვენ მუშაობდით, კარები გაგვიღო ბატონმა რობერტ სტურვამ. რუსთაველის თეატრში ვიყავით 10 წელი, შემდეგ 3 წელი ახმეტელის თეატრში, მარჯანიშვილში 10 წელი თავისუფალ თეატრში და ეს სოხუმის თეატრი დასი, ვინც ვიყავით, ვინც დავრჩით. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს ჩვენ ვიყავით გასტროლებზე. ჩვენ ერთმანეთს ვნახულობდით, ალბათ ამან გადაგვატანინა უფრო. აი სულის მოლოდინი, რომ ჩვენ ვართ გასტროლებზე და ჩვენ დაუბრუნდებით. შემდეგ ბატონი დიმა ჯაიანის აქტიურობით და დამსახურებით გვაქვს ეს შენობა. სამწუხაროდ ბატონმა დიმამ მალე დაგვტოვა. დღეს ჩვენს თეატრს ხელმძღვანელობს ბატონი დავით საყვარელიძე. ეხლაც აქტიურად მუშაობს ჩვენი თეატრი. ძალიან ერთობლივი ბევრი სპექტაკლები იდგმება. ისეთ მე ძალიან ხშირად მქონია რაღაცა მტკივნეული მძიმე პერიოდი. და მე ყოველთვის მშველის ჩემი როლები, ჩემი გმირები. მე მიწვევით ვარ მრევლიშვილის თეატრში პარალელურად, რისთვისაც მადლობელი ვარ. იქ ვთამაშობ რამოდენიმე სპექტაკლს. მათ იყო სპექტაკლი დაუბრუნდები. დაუბრუნდები ეს არის სპექტაკლი, სადაც არის ემიგრანტი ქალი ნესტანი. აი ნესტანში ბევრი ჩემი სათქმელია. მან დააქვს ტექსტი, იქაური გაზაფხულის სურნელსაც კი ვგრძნობ. აი ფიქრებით ჩიტების გადაფრენას გავყოლილ ვარ. დაუბრუნდები? არ ვიცი, როდის დაუბრუნდები. საერთოდ დაუბრუნდები კი. არაფერს არ ვნანობ. არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ მე ტყუილად არ დამიწყია ლენი რიფენშტალის სიტყვებით. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ რაც ხდება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაანალიზოთ ის, რაც მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, მე მიყვარს ჩემი პროფესია, მე მიყვარს ჩემი თეატრი. და მე მაინც მჯერა. სიცოცხლე ხო ძალიან კარგია თუ ცოცხლობ, ესე იგი გწამს და გჯერა. მე მჯერა, რომ ჩვენ ნამდვილად დაუბრუნდებით.